დღეს ვამზადებ ბეზეს, ფრანგული წესით მომზადებული მერენგი. ერთი შეხედვით ეს ყველაზე მარტივი, მაგრამ ამასთანავე საკმაოდ ჭირვეული ტკბილეულია. ვიცი, რომ ბევრს აინტერესებს მისი მომზადების ნიუანსები, ამიტომ დღეს მინდა გაგიზიარო ყველაფერი, რაც მის შესახებ ვიცი. ადრე მიიჩნევდნენ, რომ ცილა აუცილებლად ცივი უნდა ყოფილიყო, რადგან ასე მასა უფრო სწრაფად იქვიფება. დღეს კი ვიცით, რომ ოთახის ტემპერატურის ცილა ქმნის უფრო დიდ მოცულობას და უფრო სტაბილურ სტრუქტურას. ცივი ცილა სქელია და უჭირს აერის ბუშტუკების მიღება. თბილი კი უფრო ელასტიურია, თუმცა წარსულში ცივი ცილებითაც იდეალური მერენგა გამოდიოდა და შესაძლოა უფრო უკეთესიც. ამის მთავარი საიდუმლო არა ცილების ტემპერატურა, არამედ ათქვეფის მეთოდი ყოფილა. ხელის ათქვებით ნელი, ხანგრძლივი და კონტროლირებადი თქვეფა საშუალებას აძლევს ცილას თანდათან მიიღოს ჰაერი და შექმნას მტკიცე, სტაბილური სტრუქტურა. მიქსერს კი ცილაში ჰაერი ძალიან სწრაფად და აგრესიულად შეყავს. ასეთ რეჟიმს ცივი ცილა ვერ უძლებს და ირღვევა. ხოლო ოთახის ტემპერატურის ცილა უფრო ელასტიურია, უკეთ იტანს ინტენსიურ თქვეფას და ქმნის სტაბილურ მოცულობით მასას. მოკლედ, სულ ეს ყოფილა მთელი საიდუმლო ცივი და თბილი ცილების. ხელის ათქვეფისთვის ცივი ცილა კარგია, მიქსერით კი ოთახის ტემპერატურის. ახლა კი რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, იდეალური მერენგის ფორმულა არითმეტიკულად ზუსტია. 1:2 პროპორცია. ეს არის ოქროს წესი. 1 წილი ცილა, 2 წილი შაქარი. სანამ საქმეს შევუდგები, რა თქმა უნდა, შეფთან ერთად გავისეირდნენ, მოვინახულეთ მეგობრები. შემდეგ შეფი მოწეს რიგ და გადახედა მაგიდას, მომიწონა ვიდეოს თემის არჩევანი, რადგან ბეზე ძალიან უყვარს, მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს გაუსინჯავს. მოკლედ, შეფის დაჟინებული კონტროლის ქვეშ ვიწყებ მომზადებას. სანამ დავიწყებ, პატარა რჩევას გაგიზიარებ. თბილი კვერცხის გული საკმაოდ რთულად ცილდება ცილას. ხშირად ზუსტად ამის გამო სკდება და ირევა ცილაში, რაც როგორც ვიცით, მერენგისთვის დამღუპველია. გაციებული გული კი ძალიან მარტივად ცილდება, ამიტომ მე ყოველთვის კარგად გაცებულ მდგომარეობაში ვაცალკევებ ცილას და გულს და მხოლოდ ამის შემდეგ ვტოვებ 1 საათით ოთახის ტემპერატურაზე. წვრილმანია, მაგრამ შეიძლება გამოგადგეს. ოთახის ტემპერატურის ცილები ავთქვიფე, აქ მნიშვნელოვანია პირველ ეტაპზე მხოლოდ დაბალ სიჩქარეზე თქვეფა. კარგად რომ აქაფთა, დავამატე მწიკვი მარილი, ლიმონის წვენი რამდენიმე წვეთი და დავიწყე ეტაპობრივად შაქრის დამატება და სიჩქარე საშუალომდე გავზარდე. შაქარი თუ ძალიან მსხვილია, ჯობს ბლენდერში რამდენიმე წამით გატარება. არ არის აუცილებელი წმინდა პუდრის მდგომარეობამდე მიყვანა. მეტიც, ჩემი გამოცდილებით წვრილმარცვლოვანი შაქრით მერენგა უკეთ ამოდის ვიდრე პუდრი და ფორმასაც უკეთ იჭერს. ყოველი კოვზის დამატების შემდეგ ვთქვებ 10-20 წამი მაინც და მხოლოდ შემდეგ ვამატებ მომდევნო კოვს. ასე ვაგრძელებ, სანამ შაქარი არ გათავდება. ბოლოს რამდენიმე წამით ვთქვებ მაქსიმალურ სიჩქარეზე. მერენგი მზად არის, მაშინ როცა სათქვეფის ამოღებისას ასეთ ნისკარტს იკეთებს და ფორმას არ კარგავს. გადამაქვს საცხობ ლანგარზე, მე კოვზით ვაძლევ სასურველ ფორმებს და ვაშრობ წინასწარ გახურებულ კარშეღებულ ღუმელში 120 გრადუსზე დაახლოებით 2-3 საათამდე დასჭირდა ჩემთან, მოკლედ სრულ გამოშრობამდე. შემდეგ ვტოვებ გასაგრილებლად გათიშულ ისევ კარშეღებულ ღუმელში და ხრაშუნა კარგად გამომშრალი ბეზე მზად არის. თუ ბეზეს გამოცხობისას რამე ისე არ მიდის და არ გამოგდის, გირჩევ ასე მოამზადო და აუცილებლად მიიღებ იდეალურ შედეგს. მადლობა რომ მიყურე ბოლომდე. თუ მოგეწონა, არ დაგავიწყდეს ჩემი გამოწერა.